მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. დღის სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გურიის მხარეში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს. ნინო ვაშალომიძე გიამბობთ. გუშინ გურიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე მგელაძე იმყოფებოდნენ. ოფიციალურმა სტუმრებმა გურიის გუბერნატორთან ვალერი ჩიტაიშვილთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონში განხორციელებული სამუშაოები დეტალურად განიხილეს და ასევე მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები სრულად გაიარეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2009-2010 წლებში გურიის რეგიონში 7 მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს. მიმდინარე 7 პროექტიდან დღეს უკვე 4 ლანჩხუთისა და ოზურგეთის წყალსადენების ქსელის, ოზურგეთის ქუჩებისა და საკანალიზაციო ქსელის, ასევე ლანჩხუთის გზების რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა რაიონებში. მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად კრიზისა, წელს გურიაში იხარჯება 30 მილიონზე მეტი ინფრასტრუქტურის კუთხით. ეს, რა თქმა უნდა, არა მარტო მუნიციპალური განვითარების ფონდით, ეს ეხება სხვადასხვა დეპარტამენტის სამუშაოებს, რეგიონალური განვითარების ფონდიდან დახარჯულ თანხებს. თავი არის, რომ ამავდროულად დავალაგოთ პრიორიტეტულად კიდევ მომავალში გასაკეთებელი საქმეები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აი ამ მიმდინარე სამუშაოებში დასაქმებული არის უამრავი ადგილობრივი ადამიანები, რომელსაც საკმაოდ ნორმალური ანაზღაურება გააჩნია. ამ დროისთვის კი აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ძაბელ-ჩოხატაურში წყალსადენის მშენებლობის პირველი ეტაპის დასამთავრებად. აღნიშნული სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 5 მილიონი დაიხარჯა. უკვე 2010 წლის მეორე ნახევრიდან კი დარჩენილი 3 მილიონი დაიხარჯება, რომელიც ჩოხატაურის წყალსადენის რეაბილიტაციის დასრულებასა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯის წყალსადენის სისტემის აღდგენას მოხმარდება. დღეს ახლა ჩვენ ნახეთ ჩოხატაურში მიმდინარე სამუშაოები. ეს სამუშაოები ამ ეტაპზე დამთავრდება ჯერ პირველი ეტაპი, რომელიც ივნისში დასრულდება. მას მოყვება მეორე ეტაპი, ქალაქის ქსელისა და რეზერვუარის მშენებლობა. საბოლოო ჯამში ჩვენი ამოთანაა ჩოხატაური, რომელსაც პრაქტიკულად წლების განმავლობაში წყალი საერთოდ არ ჰქონდა. ჩოხატაურის მოსახლეობას მივაწვდოთ წყალი. ეს პროექტი არის საკმაოდ რთული პროექტი, ადგილზე შევამოწმოთ მშენებლობის მიმდინარეობა და ხარისხი. სამუშაოების მსვლელობით საკმაოდ კმაყოფილი დავრჩით. ძალიან მნიშვნელოვანი და რთული სამუშაოები უკვე ჩატარებულია. კერძოდ რეაბილიტაცია განხორციელდა წყალმიღებ ნაგებობაზე, ეწყობა და სრულდება მილდენი, მაგისტრალური მილდენი და მომავალ ფაზაზე კი გაკეთდება ისეთი სამუშაოები, როგორიც არის რეზერვუარის მოწყობა და ქსელის მოწყობა. მნიშვნელოვანი აგრეთვე, რომ ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა საქლორატორო ნაგებობის მშენებლობა, რეაბილიტაცია, ასევე ფილტრებს გაუკეთდა რეაბილიტაცია. სოფელ იხაურში ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ თამთა დოლიძე ისაუბრებს. დიდი ქართველი მეცნიერის სახელის უკვდავსაყოფად მშობლიურ სოფელში დიდი ხანია იღწვიან. სოფლის მაჟორიტარი თამაზ სალუქვაძე ამ საქმეს რამდენიმე წელია სათავეში უდგას. სახლ-მუზეუმის მუზეუმად ტრანსფორმაციას და სოფლის ცენტრში გადმოტანის საქმესაც თავად კურირებს. ფინანსური უზრუნველყოფა კი ზასა სიორიძეს და ფონდ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცს ეკუთვნის. თაყაიშვილების საგვარეულო მიწიდან მუზეუმის აღება და სოფლის ცენტრში გადატანა მუზეუმის მდებარეობას უკავშირდება. ექსკურსიებისა და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის იგი მოუხერხებელი იყო, ამიტომ მუზეუმისთვის ადგილის შეცვლა გადაწყვიტა. მშენებლობა დეკემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს, მაგრამ ზამთრის პერიოდში პროცესი შენელდა. დღესდღეობით სამშენებლო სამუშაოები აქტიურად ვითარდება და ძირითადი ეტაპი უკვე გავლილია. პროექტის არქიტექტორმა საყვარელ სალუქვაძემ ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი გრული ოდის კლასიკურ ნიმუშად წარმოგვიდგინა. გამომდინარე იქიდან, რომ დიდი მეცნიერის ნაქონი ნივთები ლიხაურში არ დარჩენილა, მუზეუმი ძირითადად ფოტომასალაზე იქნება დაფუძნებული. გამოყოფილი იქნება საგამოფენო და მემორიალური ოთახები. თალკე იქნება ექვთიმე თაყაიშვილის როგორც წმინდანის კუთხეც, შესაბამისი საეკლესიო ატრიბუტიკით. მუზეუმის გვერდით მოწყობილი ბაღით ძირითადად საექსკურსიო ჯგუფები